თუმცა ეგეც ხო ადვილად ვილაპარაკეთ ახლა ჩვენ. აი ცხოვრებაში რო შეგხვდებათ ეგეთი სიტუაცია. ნახავთ რომ ცოტა გაგიჭირდებათ მერე სიკეთის გაკეთება. გული გაგიტყდება, გული დაგწ. იმედგაცრუებას იგრძნობ რომ ნახე რამდენი ვიშრომე და ვერ დაინახეს. მაგრამ ამის გამო ჩვენ გული არ უნდა გავიტეხოთ. მაინც უნდა გააგრძელო. წმინდა იოანე ოქროპირი იცით რას ამბობს? აი მდინარეები ხო მოდიან, ეხლა თქვენ რო აქეთ მოდიოთ, მდინარე მტკვარი გადმოიარეთ, ხო? ეხლა მაგალითად მდინარე მტკვარზე რომ არავინ არ ჩავიდეს, ან სათევზაოდ, ან საბანაოდ, რა მტკვარი იტყვის რომ მოდი გავჩერდები და აღარ გავაგრძელებ სვლასო? ხო ვერ იტყვის. მდინარე მაინც მოდის. შენ სიკეთე მაინც უნდა აკეთო. ეგ მღვდელზე ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, შენს ქადაგებას თუ არავინ არ უსმენს, შენ მაინც უნდა იქადაგო. ისე შენ ვერ შეწყვეტ ქადაგებას. როგორც მდინარე ვერ შეწყვეტ სვლას, მაგრამ თქვენც ეგრე სიკეთე უნდა აკეთო. დაინახავენ თუ არ დაინახავენ, სულ ერთი. ღვთის წინაშე არაფერი არ დაიკარგება. და უფრო მეტიც თუ სულიერად შეხედავ, ჯობია არ დაგინახო შენი სიკეთე. მით უმეტეს შენ არ გამოამზეურო შენი სიკეთე. თორე ღვთის წინაშე რო წარდგები, იქ აღარაფერი დაგხვდება. ხელცარიელი იქნება.